ირანი შევიდა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტში ახლო აღმოსავლეთში, ახალი კრიზისის დაწყების შემწყების შემდეგ და დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა საჯაროდ გამოეყენებინა ეს სისუსტე. მთავარი განცხადება, რომელიც დომინირებს ახალ ამბებში ამ პარასკევს, 2026 წლის 24 აპრილს პირდაპირია. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, თეირანი ქაოსშია. არ აქვს მკაფიო ხელმძღვანელობა, არ აქვს ერთიანი გზავნილი და არ აქვს პოლიტიკური ძალა, რომ სწრაფად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. მთავარი საკითხი ახლა აღარ არის მხოლოდ ზღვა, გემები ან სრუტე. მთავარი საკითხი არის ძალაუფლება ირანში. ვინ მართავს, ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს, ვინ იხევს უკან, ვინ აკავებს ისლამური რევოლუციური გვარდიას და ვის აქვს რეალური ავტორიტეტი, რომ მიიღოს შეთანხმება. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ გინდა რომ არხზე გამოიწერო, რომ იყო კარგად ინფორმირებული, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ძალიან უჭირს გაარკვიოს, ვინ არის მათი ლიდერი. ეს ფრაზა პოლიტიკური ბომბის სახით გამოიყენეს თეირანის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ პროვოკაცია არ არის. ეს არის აშკარა მცდელობა, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ირანის რეჟიმმა დაკარგა ის სტაბილურობა, რომელსაც ყოველთვის ცდილობდა როგორც შიგნით, ისე გარეთ ეჩვენებინა. ვაშინგტონის პოზიციის მიხედვით, რეჟიმის უფრო მკაცრ სექტორებსა და იმ ჯგუფებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს, რომლებიც ცდილობენ მოიპოვონ პატივისცემა ომის, ეკონომიკის კრახისა და საერთაშორისო ზეწოლის ფონზე. დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი სურათი მარტივი და ძლიერია. ირანი არა მხოლოდ ზეწოლის ქვეშაა, არამედ არეულობაშიც იმყოფება. რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა თავი წარმოეჩინა როგორც დახურული, მორჩილი და ნებისმიერი მტრის დასაპირისპირებლად მზადმყოფი სტრუქტურა, ახლა გაყოფილად, ნელა და დაბნეულად გამოიყურება. ტრამპის სიტყვა სწორედ ამ საკითხს ესხმის თავს. რეჟიმი, რომელიც ვერ ახერხებს აჩვენოს, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, სისუსტის გზავნილს აგზავნის. რეჟიმი, რომელიც ვერ ახერხებს ერთიანი წინადადების გაგზავნას, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე კონტროლი დაკარგა. და სწორედ აქ იცვლის კრიზისი დონეს. ადრე თეირანი ცდილობდა გაეყიდა წინააღმდეგობის იდეა. ეხლა კი უნდა დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ აკონტროლებს ვითარებას. ადრე მტრებს ემუქრებოდა. ეხლა უნდა უპასუხოს კითხვას, რატომ ჩანს მისი ლიდერობა ასე გახლეჩილი. ადრე ცდილობდა მსოფლიო დაეშინებინა რისკებით. ეხლა კი კრიზისის გაღრმავების შესაძლებლობა არსებობს. ახლა კი ხედავს, რომ ტრამპი ამბობს, არ ეჩქარება, რადგან შეერთებული შტატები თვლის, რომ ყველა კოზირი ხელში აქვს. ეკონომიკური ზეწოლა ამ სცენარის არსებითი ნაწილია. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ფულზე მშიერია და ფინანსურად იშლება. თქვა, რომ რეჟიმი დღეში $500 მილიონ დაკარგავდა ნავთობის მარშრუტებზე ზეწოლის გამო. ნავთობი. თქვა, Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმაც დაადანაშაულა. მან ირანის სამხედროები და პოლიციელები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ხელფასის არ მიღებაზე ჩივიან. ეს იმის საჩვენებლად გაკეთდა, რომ პრობლემა უკვე გასცდა საგარეო პოლიტიკას და გადავიდა რეჟიმის შიდა ფუნქციონირებაში. ეს თეირანისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია. კრიზისი მხოლოდ დიპლომატიური არ არის, ის ფინანსურიცაა. რეჟიმს ფული სჭირდება. ისლამური რევოლუციური გვარდიის შესანარჩუნებლად, თავისი მოკავშირეების მხარდასაჭერად და ქუჩების კონტროლისთვის და სახელმწიფო აპარატის მუშაობის უზრუნველსაყოფადაც. როცა ეს ფული იწყებს შემცირებას, პროპაგანდა ძალას კარგავს. რეზისტენციის რიტორიკა უფრო ძვირიჯდება. გამარჯვების დაპირება ტვირთად იქცევა. და კითხვა, რომელიც თავად ირანში სულ უფრო აქტუალური ხდება, მარტივია. როდემდე გადაიხდის ხალხი ამ ფასს? ისლამური რევოლუციური გვარდია ამ დაძაბულობის ცენტრში ჩნდება. ევრონიუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯგუფმა კიდევ უფრო დიდი გავლენა მოიპოვა ირანის სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე, რაც მიუთითებს, რომ სამოქალაქო ლიდერები გვერდზე გადადეს და გვარდიასთან დაკავშირებულმა პირებმა დაიწყეს სამხედრო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების კონტროლი. რეპორტაჟი მიუთითებს, რომ რევოლუციური სარდლობა ქვეყანაში დომინანტურ სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალად იქცა. ეს ხელს უწყობს ტრამპის ქაოსზე საუბრის ახსნას. როდესაც სამოქალაქო ხელმძღვანელობა პოზიციებს კარგავს და სამხედროთა მეტ ძალას იძენს, რეჟიმი ცდილობს ძლიერი გამოჩნდეს, მაგრამ ამავდროულად შიშსაც ავლენს. ტრამპისადმი ნდობის ჩვენების ნაცვლად, კონსტიტუციური რეჟიმი შეიარაღებულ ადამიანებზე დამოკიდებულებას აჩვენებს. ნათელი მოლაპარაკების ჩვენების ნაცვლად, გადარჩენისთვის ბრძოლას აჩვენებს. პოლიტიკური გამოსავლის გახსნის ნაცვლად, კრიზისს ისლამური რევოლუციური გვარდიის ხელში ტოვებს, რომელსაც სურს მკაცრი პოზიცია შეინარჩუნოს, რათა დამარცხებულად არ გამოჩნდეს.
პრობლემა ისაა, რომ კაცრი პოზიცია ძვირი ჯდება, ეს ფულიც უჯდება, იზოლაციაც და სტაბილურობაც. თუ ირანი სწრაფად დათმობს, ყველაზე რადიკალური ჯგუფები მთავრობას მარცხში დაადანაშაულებენ. თუ ირანი მეტისმეტად დიდ წინააღმდეგობას გაუწევს, ეკონომიკა კიდევ უფრო დაეცემა. თუ მოლაპარაკება შეეცდება, უნდა განსაზღვროს ვინ ლაპარაკობს რეჟიმის სახელით. თუ არ აწარმოებს მოლაპარაკებებს, კვლავ რჩება დესგასტეის ტყვეობაში. ეს არის ლაბირინთი, რომელსაც დონალდ ტრამპი იკვლევს. საერთაშორისო სიახლეებშიც ჩანს თეირანის მცდელობა უპასუხოს დაყოფის ბრალდებას. ირანის ლიდერებმა თითქმის იდენტური გზავნილები გაავრცელეს ერთიანობის ტონით, რათა ეჩვენებინათ მხარდაჭერა უზენაესი ლიდერისადმი და უარყოთ შიდა განხეთქილების ნარატივი. The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს კოორდინირებული განცხადებები სწორედ მას შემდეგ გაჩნდა, რაც დონალდ ტრამპმა ისაუბრა ირანის ხელმძღვანელობაში განხეთქილებაზე. მაგრამ ამ რეაქციას საპირისპირო ეფექტიც აქვს. როდესაც რამდენიმე ლიდერს ერთსა და იმავე ფრაზის გამეორება უწევს ერთიანობის დასამტკიცებლად, ეჭვი უკვე გაჩენილია. ნამდვილი ერთიანობა ასე სასტრაფო დადგმას არ საჭიროებს. როცა რეჟიმს სჭირდება იჩქაროს და თქვას, რომ ერთიანია, ეს ნიშნავს, რომ ბრალდებამ დააზიანა და დონალდ ტრამპმა ეს კარგად იცის. მას არ სჭირდება თითოეული ბზარის დამტკიცება. საკმარისია სწორ დროს დასვას სწორი კითხვა: ვინ მართავს რეალურად თეირანს? Iran International-მა გამოაქვეყნა, რომ ეკონომიკურმა ზეწოლებმა და შიდა დაყოფებმა შეიძლება ირანის ხელმძღვანელობა კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნოს. ჩვეულებრივი ირანელებისთვის გამარჯვების იდეა შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული გეოპოლიტიკაზე და უფრო მეტად იმაზე, შეძლებენ თუ არა ისინი გადარჩენას მათ გარშემო მიმდინარე ეკონომიკური კოლაფსის პირობებში და გადარჩენა ეკონომიკურ კოლაფსზე, რომელიც მათ გარშემო ვითარდება. ინფორმაციის კონტროლი ამ ბრძოლის ნაწილად იქცა. Iran International-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ინტერნეტზე შერჩევითი წვდომის მოდელი დანერგა, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ სექტორს თავისუფალი წვდომა ექნება, მაშინ როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ შეზღუდული დარჩება. გამოცემის მიერ გამოკითხული ექსპერტები ამას განიხილავენ როგორც მცდელობას, რომ საომარი მდგომარეობის ზომა უფრო მუდმივ ციფრულ კონტროლის სისტემად გადაიქცეს. ეს ასახავს რეჟიმის შიშს. როდესაც მთავრობა კრიზისის დროს ინფორმაციას ზღუდავს, ის მხოლოდ გარემტრებისგან არ იცავს თავს. ის ცდილობს საკუთარი მოსახლეობის კონტროლს. ის ცდილობს აღკვეთოს, რომ აჯანყება, კრიტიკა და გარე სამყაროსთან შედარება ძალიან სწრაფად არ გაიზარდოს. ეს კიდევ უფრო ამყარებს შიდა ქაოსის აღქმას. თავდაჯერებულ რეჟიმს ფანჯრის დახურვა არ ჭირდება. ნერვული რეჟიმი კი ცდილობს თუნდაც სინათლე აკონტროლოს, რომელიც შიგნით შემოდის. ტრამპი თავის მხრივ ამ სიტუაციას იყენებს ფსიქოლოგიური ზეწოლის გასაძლიერებლად. როდესაც ამბობს, რომ ირანს არ იცის ვინ არის მისი ლიდერი, ის მიმართავს ვაშინგტონს, მოკავშირეებს, ბაზარს და ასევე ირანის ხალხს. შეტყობინება ასეთია: თქვენი ხელმძღვანელები კონტროლს ვერ ახერხებენ. ისინი ერთმანეთში ჩხუბობენ, ფულს კარგავენ, დროს წელავენ და გამოსავლის პოვნას ვერ ახერხებენ. ეს მარტივი სიტყვებია, მაგრამ მძიმე ეფექტით. თეირანისთვის ეს დამანგრეველია. რეჟიმი ყოველთვის ცდილობდა კონფლიქტი წარმოეჩინა როგორც თანასწორებს შორის დაპირისპირება. წინააღმდეგობა იმპერიასთან, სუვერენიტეტის ზეწოლის წინააღმდეგ, სიმამაცე მუქარის წინააღმდეგ. მაგრამ ტრამპის მიერ თავსმოხვეული ინტერპრეტაცია სხვა, ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ზეწოლას ახდენს დეზორიენტირებულ რეჟიმზე. ამერიკის მთავრობა ელოდება ირანის ხელმძღვანელობისგან წინადადებას, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ახერხებს მკაფიოდ საუბარს. თეთრი სახლი აცხადებს, რომ დრო აიათოლების წინააღმდეგ მუშაობს. და სწორედ ამიტომ თეირანის განცხადებას ჰქონდა გავლენა. მან მხოლოდ ის არ თქვა, რომ ირანი კრიზისშია, მან თქვა, რომ ირანს არ იცის ვინ არის მისი ლიდერი. ეს არის სასტიკი ბრალდება რეჟიმისთვის, რომელიც აგებულია რელიგიური ავტორიტეტის, სამხედრო დისციპლინისა და პოლიტიკური კონტროლის გარშემო. ეს ფრაზა სისტემის სიმბოლოს უტევს. თავზე უთხრამს, არა პერიფერიას. საბოლოოდ ირანი ძალიან რთულ პერიოდს გადის, რადგან კრიზისი მხოლოდ გარე აღარ არის. პრეზიდენტმა ეს ვერ შეამჩნია და ირანის სისუსტე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალად გადააქცია. ტრამპი ფიქრობს, რომ რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე ამას აღიარებს. და ამ კვირის კრიზისი სწორედ ამ სურათს აჩვენებს. ირანი გარედან ზეწოლის ქვეშაა, შიგნით იბზარება და ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ სიტუაციას აკონტროლებს. იმ დროს, როცა ვაშინგტონი იმეორებს ფრაზას, რომელიც აიათოლებს ყველაზე მეტად სკივათ, ირანი ქაოსშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.